მოგესალმებით ბათუმელობის პირდაპირ ეთერში. ჩვენ ვართ ბათუმში, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც უკვე 162 საღამოა იკრიბებიან მოქალაქეები საპროტესტო აქციაზე. და ისე უცვლელია განწყობა ძალიან მკაფიოდ ჩანს მოქალაქეების შემართება და სიმტკიცე, როცა ისინი დაუღალავად დგანან მუდმივად საპროტესტო აქციაზე ქვეყნის ევროპული მომავლისა პრაქტიკულად ქვეყნის გადასარჩენად. თქვენ იცით რომ ეს საპროტესტო აქციები გააქტიურდა ქვეყანაში მას შემდეგ, როცა ქართული ოცნების არლეგიტიმურმა ანტიკონსტიტუციურმა ხელისუფლებამ უარი თქვა ქვეყნის ევროპულ კურსზე, შეეჩერა ევროინტეგრაციის პროცესს და ჩვენ მოვისმინეთ მაშინ ქართული ოცნების პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არის განმტკიცებული 2028 წლამდეო და სწორედ მას შემდეგ იმართება ეს საპროტესტო აქციები ნებისმიერ ამინდში, მათ შორის ძლიერ წვიმაშიც თუ ძლიერ თოვაშიც ქარში ნებისმიერ ამინდში მოქალაქეები აქ დგანან. ისინი ღამესაც კი ათენებდნენ აქ იანვრის ცივღამეებში, მაშინ როცა ზია ამაღლობელის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტნიორის მხარდასაჭერად აქ საპროტესტო აქციაზე კარობიც კი ქონათ გაშლილი მოქალაქეებს. დღეს გაიმართა კიდევ ერთი პროცესი მზია ამაღლობელის საქმეზე, სინდისის პარტნიორის და პირველი ქალი პოლიტიკური პარტნიორი საქართველოს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. თქვენ იცით რომ მზია ამაღლობელი არის ჟურნალისტი და რჩება ამ დრომდე უკანონო პარტნიორობაში. დღეს მის საქმეზე ირაკლი დგებუაძე დაკითხეს, ის ბათუმის პოლიციის უფროსია და მას აქვს დაზარალებული სტატუსი, სწორედ სილის გაწვნის გამო მან თქვა რომ განიცადა ტკივილი და სწორედ სილის გაწვნის გამო პოლიციაზე თავდასხმას ედავებიან მზია ამაღლობელს. მას ელოდება 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ბრალის დადასტურების შემთხვევაში. სწორედ ამ საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა თავისუფლება, სინდისის პარტნიორებს თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, მათ შორის მზია ამაღლობელს, ჟურნალისტს, რომელიც ამ დრომდე არის უკანონო პარტნიორობაში, ასევე თავისუფლება თემურ ქათამაძეს, რომელსაც ყველანი ვიცნობთ როგორც ბათუმის საპროტესტო აქციების ერთ-ერთ სიმბოლოს, ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე კაცი, სწორედ ნინა კაკულიას ხედავ მე ახლა მის მეგობარს, რომელიც მოგვიყვება თემურ ქათამაძის შესახებ, უკვე ყველანაირი სამართლებრივი გზები არის მოჭრილი თემურ ქათამაძისთვის, ის არის ქართველი მუჰაჯირების შთამომავალი და მას უარი უთხრა ოცნების არლეგიტიმურმა ხელისუფლებამ, როგორც მოქალაქეობაზე, ასევე ბინადრობაზე, ასევე ტოლობილი სტატუსის მინიჭებაზე მას უარი უთხრა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ მას ასევე საბოლოოდ უარი ეთქვა ტოლობილის სტატუსზე. საღამოშიდების საკაბატონო ნინა, როგორ ვთქვათ, პირველ რიგში თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია? ის მესამედ დაიწყო კიდევაც ხო შიმშილობა რამდენიმე დღით და სიმბოლურად გამოიხმაურა იგივე ჭიათურელ მაღაროელებს, როცა გამოხატა ასევე პროტესტი შიმშილობით, ხო? უკვე საბოლოოდ უარი თქვა ქართულმა სასამართლოებმა, რომ მისთვის მიენიჭებინათ ტოლობილის სტატუსი და დაიწყო გაძევების პროცედურა. რა ხდება ახლა? დიახ, გაძევების თაობაზე და გაძევებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ჩაბარდა და დაასაჩევრა. მანდა ეს რაღაცა ისწენს, საიმედო არაფერი ხდება იმედის მომცემლობა. ეს გასაჩივრება აჩერებს ამ პროცედურას, გაძევების პროცედურას. აჩერებს გაძევების პროცედურას, თუმცა საბოლოოდ იმის იმედი, რომ სასამართლო თემურის სასარგებლოდ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, არ გვაქვს, იმიტომ რომ კაცს, რომელსაც არათუ ტოლობილის სტატუსი, არამედ მოქალაქეობა ეკუთვნის, ყველაფერზე უარი ეთქვა. უკვე რაიმე დიქტატორის არ არის, მაგრამ იქნებ რამე მოხდეს ამ დღეების განმავლობაში, თუმცა არაფრის სამები არ გვაქვს, არც მას აქვს, ის ემზადება თურქეთში გაძევებისთვის. ეს ვიცი. და მას ელოდება პარტნიორობა თურქეთში გადაცემის შემთხვევაში, ხო? არის ძალიან საეჭვო, იმიტომ რომ არაერთხელ ვთქვი, რომ თურქეთის ტერიტორიაზე ადამიანმა რაიმე კანონდარღვევა რომ რაიმე დანაშაული რომ ჩაიდინოს, ის
საიტზე ჩანს, აი სპეციალური საიტი, ფიქსირდება. იქ არაფერი არ არის, კიდევ ერთხელ შევამოწმებინე თურქეთში მცხოვრებ ადვოკატებს, არავითარი კანონდარღვევა არ არის და ვერც იქნებოდა, იმიტომ რომ ბოლოს თურქეთშია ნამყოფი 2019 წელს და ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მასთან დაკავშირებით აი ეს დევნა ხორციელდება 2023 წელს მიიღო, ისიც სხვათა შორის მიიღო, ისე აცნობეს უცნაურად და აი ნაცნობების თქმით, ისე თურქეთში მცხოვრები ადვოკატების თქმით, სერიოზული საქმე არის, შეთითხნილი რა თქმა უნდა, რომელიც ცირის წამებას არის დაფუძნებული. როგორც იკავშირდება, როგორც ვიცი, გიულენის მოძრაობას, ხო, რომელიც არის ერთ-ერთი პოლიტიკური ოპონენტი. აი გიულენის მოძრაობასთან დაკავშირება, ეს არის საბაბი და რეალური მიზეზი არის მისი საქმიანობა, როგორც დიასპორის აქტიური ლიდერის, უბრალოდ ამას, ამ მიზეზს ვერ დაასახელებენ, ჯერ კიდევ ევროპულობანას თამაშობენ, თუმცა ძალიან კარგად ხედავთ დღეს დემოკრატიული ფასეულობების თვალსაზრისით რა ხდება თურქეთში. დღეს დავიკითხე, რომ ევროპული საბჭოდან გარიცხეს, არ ვიცი რამდენად შეიძლება ვენდოთ ამ ინფორმაციას, მაგრამ მე არ მაქვს სხვა ინფორმაცია. ისეთ თითწყაროში წავიკითხე, მე ვერ გადავამოწმე, თუმცა ეს ხედავთ, ხო? ნათლად ჩანს, რომ ადამიანის უფლებები უხეშად ილახება იქ და ამიტომ არ ვიცი რა ეწევა თემში. განამდვილებით ვიცი, რომ ამ ადამიანს არც იქ და არც აქ კანონი არ აქვს დარღვეული. აი ასეთ სამართლო ქვეყანაში ცხოვრობს და ისეთ უარესად სამართლო ქვეყანაში გაძევებას უპირობებს. მას მიმართული ქონა ასევე საფრანგეთისთვის, როგორც ვიცით, ხო, რომ მიეღო ლტოლვილის სტატუსი, გაირკვა რამე ამ. გულის ტკივილია უდიდესი, იმიტომ რომ დიახ, მქონდა იმედი, რომ რაღაცა ნაბიჯებს გადადგამდა, თუმცა ელჩის თანაშემწე ასეთი რამ თქვა, ჩვენთვის არავის მოუმართებს, როდესაც მე მაქვს სკრინები იმის, რომ ელჩმა მიიღო წერილი და დაადასტურა წერილის მიღება და ასე შემდეგ. არ ვიცი რა ვიფიქრო. მირჩევნია სულ არ ვიფიქრო ამ თემაზე. იმიტომ რომ ნათელია რომ არ წაგვაგება. იმედგაცრუებული ვარ. ანუ არ დასტურდება, რომ ჩაბარებულია ეს ძეგლი ოფიციალურად. არაერაბენ ჩვენ დახმარებას. ხო, ეს ნათელია და ასე გვითხრეთ, რომ ჩვენთვის არავის მოუმართებს, ამ დროს მივმართეთ არაერთხელ და საკმაოდ გავლენიანმა ადამიანმა შეაწუხა კერა და მიმართა. როგორც არის ცნობილი, ასევე თემურ ქართამაძე და თქვენ აპირებდით დაქორწინებას, მაგრამ ამის საშუალება არ მოგცეს, რაც არის ესე უფლების შეზღუდვა, ხო? როგორც სამოქალაქო კუთხით, ასევე რელიგიური კუთხით, თუ გასაჩივრდა ეს გადაწყვეტილება, ანუ უფლებების დარღვევა და რა ირკვევა ამ საქმეზე? ჯერ არაფერი, ჯერ ამასთან დაკავშირებით სასამართლოში ჩატარებული, თუმცა დიახ, გასაჩივრდა. და იქ ხომ არ გონიათ, რომ ეს ერთადერთი უფლება იყო, რომელიც შეილახა. ძალიან ბევრი ფაქტია, იქ სადაც იმყოფება მიგრაციის დროებით დაკავების ცენტრში. ის მეც განვიცადე საშინელი სამართლობა და დავინახე, რომ ჯერ ერთი კომპეტენტო ადამიანები მუშაობენ და მეორე არ არსებობს წესები მათთვის ყოველ შემთხვევაში. მაგალითად ერთ დღეს რაც არის დაშვებული, მეორე დღეს აკრძალულია. ერთი და იგივე პროდუქტი, ერთი და იგივე საბუთი. ძალიან ხშირად ალოდინებენ ვიზიტორებს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მისის პირველ საათამდე არის მონახულების პერიოდი. ალოდინებენ ბოლომდე და როცა დრო გამოიწურება, უბრალოდ ძალიან მშვიდად აცხადებენ იმაზე, რომ ვერ მიგიღებთო. ძალიან ბევრი დარღვევა ფიქსირდება. ის რომ ქორწინების საშუალება არ მოგცეს, ეს არის ერთ-ერთი. არა და ისიც მიუთით იმაზეც გაამახვილა ყურადღება თემურმა, რომ თურქეთში თუ დააკავეს
ციხეში მოვდა. მე ოფიციალური სტატუსის გარეშე ვერ მოვინახავ პირველ რიგში ეს ხაზგასმით ეს თქვა, მაგრამ მაინც ვარ. Obviously, პირდაპირ გაქვს უხეში დარღვევები ადამიანის უფლებების, მათ შორის ქორწინების უფლების დარღვევის ნაწილში და თემურ ქათამაძე ელოდება გაძევებას ბათუმელი მეტროში. ამ ეტაპზე არანაირი გადაწყვეტილება სამართლებრივი არ არსებობს, რომ მას ჰქონდეს ლეგალურად ამ ქვეყანაში ყოფნის საფუძველი. ყომას უარი უთხრობს როგორც საქართველოს მოქალაქეობაზე, ასევე ბინადრობაზე, ასევე ტოლობილის სტატუსზე. მოქალაქეობის საქმე ჯერ არ არის დასრულებული, მაგრამ რა თქმა უნდა არც იმ საქმესთან დაკავშირებით გვაქვს რაიმე იმედები არ არის. ხო, მადლობა. ეს ინეკაკულია იყო. თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. ეს არის ბათუმის საპროტესტო აქცია. პროტესტის 162 საღამო, როცა მოქალაქეები ისევ დგანან ქუჩაში და გამოხატავენ პროტესტს. პირველ რიგში ისინი თხოვენ თავისუფლების სინდისის პატიმრების, რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას, მათ შორის თემურ ქათამაძის, მზია მაღლობელის, სვიად ცეცხლაძე, ნებისმიერი სხვა პატიმრის ასეთ უკვე 60-მდე პატიმარია, ვისაც სისხლის სამართლის წესი წარუდგინეს ბრალი და არსებობს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ამ საქმეში, რომ ისინი არიან პოლიტიკური პატიმრები და ისჯებიან სწორედ იმის გამო, რომ ისინი უპირისპირდებიან არსებულ რეჟიმს, ასევე ამ საპროტესტო აქციების უცვლელი მოთხოვნაა, რომ შეიცვალოს არალეგიტიმური ხელისუფლება და ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების სამართლიან გარემოში. მოგესალმებით, მინდა რომ გაგესაუბროთ ძალიან მოკლედ დღევანდელ პროცესებზეც მინდა რომ გითხოთ, მათ შორის თუ ადევნებთ თვალს მზია მაღლობელის საქმის განხილვას, იქ ძალიან ბევრი პოლიციელი მობილიზდა, იმიტომ რომ ირაკლი დგებოაძე აძლევდა ჩვენებას ბათუმის პოლიციის უფროსი. რას ნიშნავს თავად ეგ საქმე, როცა რაღაც ერთგვარი დაცვა სჭირდება პოლიციის უფროსს, როცა ის მიდის სასამართლოში ჩვენების მისაცემად. რასაც თვალს ვადენ და ვახერხებ, დროიდან გამომდინარე, რეალურად ყველამ ერთად ჩვენ სამართლო არა გვაქვს და რაღაცა ესე იაფასიანს მასკარადს გვთავაზობს ჩვენი ეგრეთ წოდებული რეჟიმი და ფაქტობრივად არანაირი აზრი არ აქვს რა ფორმით რას აკეთებს სამართლოში ჩემი აზრით, იმიტომ რომ ყველამ ერთად ესენი არიან არალეგიტიმურები და დგანან მხოლოდ ფიზიკური ძალისა და პოლიციელების თუ არ ვიცი რა უბრალოდ მილიციელების ძალის ხარჯზე და ანუ ეს იყო ძალის დემონსტრირება, როცა პამდელი პოლიციელი მოიმანეს. მოსამართლეები არა აქვს მნიშვნელობა თვისებულება რამდენი გექნება, განხილვა თვისებულებას აქ არ ხდება, მიღებაც კი არ ხდება და საერთოდ აბსურდია რა. უბრალოდ შეუძლებელია არიან რეჟიმის გამოვლენის რეჟიმში ასე ვთქვათ. ეს ბრძოლის რა ეტაპია თქვენთვის? ახლა 162 საღამოა, როცა იმართება საპროტესტო აქცია, თან არ მხოლოდ ბათუმში, ხო, ქვეყნის მასშტაბით არის ეს წინააღმდეგობა, მაგრამ ამის მიუხედავად არ იხევს უკან ივანიშვილის პირიქით უფრო და უფრო ამკაცრებს ამ რეჟიმის პირობებს. ხო, იგო ეს ფინანსური სანქციები თუ ასე შემდეგ, როგორ ხედავთ თქვენ ამ წინააღმდეგობის განვითარებას? მე ვფიქრობ, ჩემი პირადი აზრი, ახლა არა ვარ ექსპერტი ამ საკითხში, რა თქმა უნდა, ჩემი პირადი აზრია, რომ სანქციები რაც უფრო გამწვავდება, მე უფრო მოახლოვდება მათი დასასრული აუცილებლად, იმიტომ რომ ვერ გაუძლებენ ამ ფორმაციის სანქციებს ერთ შემთხვევაში, ეს შიგნიდან მოხდება მათი მართლაც დასრულება და რაც შეეხება ჩვენ შეუპოვებას, ჩვენ უბრალოდ აქ იდეისთვის გავართ და ვთქვათ, რაღაცა კერძო ვიწრო ინტერესებისთვის ვთქვათ, ეს ინტერესი ამოუწუროთ და გავიდეთ ქვედა. ჩვენ არ აქვს ამის უფლება, ჩვენი თანამებრძოლები საერთოდ პატიმრობაში არიან, ყოველობაში ყავს რეჟიმს და სანამ ეს ადამიანები არ გათავისუფლებიან და არ გათავისუფლება საქართველოს, მე პირადად ვფიქრობ, რომ არ გვაქვს უფლება დანებების და არც არავინ აპირებს. იქ ვიღაცები შეიძლება აპირებენ, რომ ვაინახეთ, აღარ გამოდის 100,000 კაცი, 150,000 კაცი, მაგრამ ყველა მხოლოდ ის 200,000 ადამიანი რო იყო გამოსული, იმ ადამიანებს აზრი არ შეუძლიათ. ეს ხალხი არ წასულა და ისევ დგას ამ ქვეყნის ადარაჯოზე. უბრალოდ სხვადასხვა ფორმით. აი ეს მეგობარი აქტისგან რამოდენი გაქვთ? თუ კი ამას საბოლოოდ მოაწერს ხელს ტრამპი. მეგობარი აქტი ახლა კარგად არა ჩახედული არა ჩემი სპეციალობა არ არის ესეთი საბამისო გამიხილვა იურიდიული კუთხით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ზუსტადაც ეგ იქნება მეგობარი აქტი, იქნება მათი დასასრულის დასაწყისი, იმიტომ რომ ესეთი პუნქტები არის ჩაშლილი უბრალოდ მოქალაქის პოზიციიდან, რასაც ხედავ, აუცილებლად შიდა დაპირისპირებაზე მოუწევთ გასვლა ამ რეჟიმს, იმიტომ რომ ვერ აიტანენ ამ სანქციებს. უკვე აწუწუნდნენ თუ შეიძლება ესე ითქვას, რომ თურმე უკანონო მოსამართლეშვილი დატოვნა და სანქციებს და ასე შემდეგ და შვილები რო
ასეთ დღეში ყავთ გამოპატიმრობაში ამდენი ნაცემი, ამდენი დაზიანებული ადამიანი, ეს თითქოს არაფერია და ეხლა უნდა იცნოს საკუთარ თავზე ამ სანქციების ნამდვილი ძალა და არა ის რაც იყო აქამდე სავიზო შეზღუდებების მსგავსი სანქციები. ვფიქრობ სანქციები კიდევ უფრო გამკარსდება და ჩემი პირადი სურვილია რომ ევროპულმა ქვეყნებმაც მიბაძონ ამ სანქციების ნაწილში მესვსო იქ ცოტა სხვანაირი სისტემა აქვს, ორი პრორუსი ხელისუფლება გუშინ ამაში ხელს, მაგრამ შეუძლიათ ინდივიდუალური სანქციები დააწესონ ქვეყნებმა მათი ქვეყნის მასშტაბით და ეს იმათ როგორც ბრიტანეთის შემთხვევაში. და მე ვფიქრობ უნდა დასანქციონ აბსოლუტურად ვინც ამ რეჟიმის მონაწილეა, ყველა ოჯახის წევრები არა. მესმის რომ დანაშაულების პრეზუმპციის საკითხი რომ შეიძლება შვილი არა დამნაშავე, მაგრამ როცა ესეთ სიტუაციას მაგამოსვალი უბრალოდ არ რჩება. ჩემი პირადი აზრი ეს. მადლობა, თქვენი სახელმწიფო შემოგცენით. გიორგი ქავადაძე. დიდი მადლობა გიორგი. ასეთია მოქალაქეების მოსაზრებები ბათუმში საპროტესტო აქციაზე. ეს 162-ე საღამოა, როცა მოქალაქეები ისევ დგანან ქუჩაში და ამბობენ, რომ არ დასრულდება ეს წინააღმდეგობა, ეს საპროტესტო მოძრაობა. მაშინ როცა რეჟიმის ტყვეები ყავს ქვეყანას და სინდისის პატიმრები არიან ციხეში, მათ შორის მზია ამაღლობელი, რომლის სასამართლო პროცესიც დღეს გაიმართა სასამართლოში. ბატონო ზურაბ, თქვენ მინდა რომ გაგესაუბროთ ძალიან მოკლედ. დღეს თქვენ იყავით ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც იმართებოდა მზია ამაღლობელის საქმის განხილვა ჟურნალისტის, რომელიც პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარია ქვეყანაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. თქვენ ესწრებოდით სასამართლო განხილვას, მაგრამ გამოგაძევეს. რა მოხდა, რომ მოუყვეთ ჩვენს მაყურებელს? რა მოხდა და ხდება სასწაული რამეები, კაცო. ეს არის აბსურდის თეატრსაც ვერ უწოდებთ რა ფაქტიურად ესა რაღაც სასწაული გადაჯიშებული ვითარება და ვერანაირად ვერ მოვითემინე იმ იმდენ ტყვილის და არც ხვენიათ მეთქი და ეს ირაკლი გებოაძეს უთხარით ბათუმის პოლიციის დროს, რომელიც დღეს დაიკითხა. ეს ადამიანი არ ვიცი რა, მაგრამ ერთი რამე ზოგი ჭირი მარგებელიავო, ხო? ესე იგი, მე რომ გამომაძევენ, სამაგიეროდ გარედან იმდენი ვიყვირე და იმდენჯერ შეუძახე აგენს, ხო? მათი სინდისის ხმა ვიქნები ყოველთვის. უკვე საერთოდ არ დამიშვებენ სასამართლოზე და სამაგიეროდ გარედან კარგად შევძახებთ აწლით ყოველთვის. და რა იყო თქვენი გზავნილი, რა შეუგნებით ამ მოსამართლეს, რომელიც განიხილავს ახლა ამ საქმეს და მისი გადაწყვეტილების საფუძველზე არის მზია ამაღლობელი პატიმრობაში. ასევე ირაკლი გებოაძესთან რა იქნებოდა თქვენი გზავნილი, რომელიც ამბობს რომ ტკივილი განვიცადეო. სილის გაწვნის შედეგადო. რა სილაზეა საუბარი ხალხო, მივდივართ კატასტროფისკენ. მომხდარია სახელმწიფო გადატრიალება, სათავეში არის ბანდ ფორმირება, რომელსაც მივყავართ და უკვე თითქმის ჩაგვიყვანა ჯურნალში, რომ აი ეს 4 მონაცემი ყველა მზეპირად უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთის გუბერნიად გადაგვაქციენ ფაქტიურად და უნდა გვახსოვდეს ყოველთვის ყველა ქართველმა უნდა იცოდეს, რომ რა ქვია, რუსეთის მართლობის ქვეშ მილიონამდე ქართველი მოკლეს. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ სოჭი იყო საქართველო და რა დღეშიცაა და როგორცაა დღეს სოჭი, ისე იქნება საქართველოც. უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი რუსი მართველების ყველაზე დიდი ოცნება იყო გრუზია без გრუზინს, საქართველო ქართველების გარეშე. ხეთ აფხაზეთიდან დევნილი. რა თქმა უნდა და კიდევ ერთი უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, რომ კავკასიაში ერები არსებობდა, უბიხები და აბაზგები, რომელიც რუსებმა საერთოდ გააკრენ დედამიწის ზურგიდან და აი ეს დღე გველის თუ გონებას არ მოვიკრებთ და თუ აი ყოველი თითოეული ეს უნდა ვიცოდეთ, როგორც მანდრა ისე უნდა გქონდეს ტვინში ყოველთვის და არ დაუთმობ და დაბლიდანაც შევძახე მე სასამართლოს, რომ მე მარტოც რო დავრჩე, არ დაუთმობ საქართველოს გაქრობას და საქართველოს უზურპაციას. არ დავთმობთ. და ჩემნაირი აქ არის 100-1000 ქართველი, რომელიც მარტოც რო დარჩეს, ბოლომდე იბრძოლებენ.
მარტო დედებს და მშობლები დადგებიან ბოლომდე გვერდზე. გამწარებული მშობლის რისხვა არის საშინელება, რომ ვიცოდეთ და დროზე სანამ დროა გონზე უნდა მოეგონ სუყველა. თქვენი აზრით რატომ აღმოჩნდა მზიამაღლობელი პატიმრობაში? ან რატომ არის ესეთი მიდგომა? ჯერ ერთი კანონია ისეთი მიღებული, აი სტიკერის გაკვრის გულობისა როგორ შეიძლება ადამიანი ან ისიც იმასაც ვამბობ, რომ ადამიანი ცუდად როდესაცაა, ხო? უგონოთ როცა მისი ვალდებულია ყველა ადამიანი ლოყაში შემოლაწუნებით გამოაფხიზოს ადამიანი. ესენი უკვე იმ დონეზე არ არიან თავის გონზე და იმ დონეზე არიან ჭკუა გადასულები, რომ რაღაც აი ბანდის მიერ სასწაული კანონების მიხედვით ასამართლებენ და სერიოზულად სასამართლოს იყენებენ, ნუ არ ვიცი რა, სტიკერის გაკვრის გულობისა და იმათ ითვლება თავდასხმად მიიჩნიენ ლოყაში გარტყმა, ლოყაში galაწუნება რა. ეს ხომ ანუ არ არის ქვეყნის თავდასხმა სილისკა. არა, ესაა ემოციის გამოხატვა და არა თავდასხმა. ესაა შეგონება. მარტო ქართული ფილმი როა შემოულაწონე გენაცვალე შემოულაწუნეო. რომელი ნატრის ხეში. ასე იყო და ასე აღვიქვამდით ყოველთვის სახეში შემოლაწუნება არის ემოციის გამოხატულება, გონზე მოსასვლელი რომ მოფხიზნდეს და რა ჯანსაღი აზრი დაუბრუნდეს. და არა თავდასხმის ხელის ჩამორთმევა იგი ყოფილა ტერაქტი. დიდი მადლობა ის ბატონი ზურაბ ჭავჭანიძე იყო ბათუმის საპროტესტო აქციების მედროში. რამდენიმე მედროში ყავს ამ საპროტესტო აქციას? როდეშიც მოხდა წუთიერი თუ მილიმეტრი. კი ბატონო, კი. რომელიც ყოველ აქციაზე მოდის ეს სამი დროშით, საქართველოს ისტორიული დროშით, ევროკავშირის დროშით, ასევე დღევანდელი დროშით. საქართველოსთვის დაღუპული გმირების საპატივცემულოდ წუთიერი დუმილით. ფეხზე ადგომი, გუდები მოვიხსნათ. დიდი მადლობა. ახლა კი ყველამ ერთად საქართველოს გაუმენ! ჯოუს! გაუმენ! ჯოუს! გაუმენ! ჯოუს! ენაცვა. ასეთი განწყობა ბათუმში საპროტესტო აქციაზე 162 საღამო როცა იმართება ეს საპროტესტო აქციები. მოდი გავისაუბროთ აქციის კიდევ ერთ მონაწილეს, არჩილ გუჩმანიძეს მოვისმინოთ. მოგესალმებით, ბოდიში რომ გაწყვეტინებთ საუბარს, არჩილ რომ გაგესაუბროთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. დღეს გაიმართა მზიამაღლობელი საქმის განხილვა თუ ადევნებთ თვალს ამ პროცესს. ირაკლი გებუაძე მის საჩვენება, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსია. ძალიან დიდი მობილიზება იყო დღეს პოლიციელების სასამართლოსთან, რომ დაეცვათ ირაკლი გებუაძე, არ ვიცით რისგან, მაგრამ რა საჩვენებს თქვენთვის თავად ეს ამბავი, როცა პოლიციელის მობილიზაცია ცხადდება იმის გამო, რომ მაშინ როცა ირაკლი გებუაძე პოლიციის უფროსი მიდის ჩვენების მისაცემად სასამართლოში. ზოგადად ძალიან ძიმე სანახავია, როცა სამართალმცავი მათი მაღალჩინოსნები ესეთ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ვისაც უსუსტური არგუმენტების წარმოჩენა უწევთ საკუთარი ინტერესების და უყურების დასაცავად. ძალიან ძიმე სანახავი იყო ზოგადად მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში. თავარი მოლოდინი რაც იყო წლების ხელისუფლებისგან თავის დროზე 2012 წლიდან, რომ შეიძლებოდა მართლმსაჯულების სისტემა. თავარი რეფორმა უნდა გახორციელებულიყო სწორედ ამ სისტემაზე.
სამწუხაროდ მივიღეთ აბსოლუტურად საპირისპირო მოქმედება და დღეს მართლმსაჯულება ყველანაირი სტანდარტისგან დაცულია. მთლიანად თავისუფლებიანი საერთაშორისო ძირითადი სტანდარტებისგან, რომელზეც უნდა ეფუძნებოდეს თანამედროვე მართლმსაჯულების სისტემა. სამწუხაროდ დღეს სამართალმსაჯულო სტრუქტურების სამართლის გარდა ყველაფერს ემსახურებიან ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს და ისინი მთლიანად არიან დაცლილი ობიექტურობისგან და სამწუხაროა მართლმსაჯულების სისტემის და სამართალმსაჯულო სტრუქტურების მსგავს მდგომარეობაში ნახვა და ალბათ უფრო მეტად გართულდება მდგომარეობა ამ თვალსაზრისით უკეთესი მოლოდინი ჩვენ ამბულად არ გვაქვს პოლიტიკურ ცვლილებებს უნდა მოყვეს რეფორმების განხორციელება მართლმსაჯულების სისტემაში. ფაქტია, რომ დღეს სასამართლო მთლიანად დაცლილია ყოველგვარი ობიექტურობისგან, მთლიანად ორიენტირებულია ერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესების განხორციელებაზე და დღევანდელი პროცესის სწორედ ამის ილუსტრატორია. ამიტომ ძალიან სამწუხაროა ასაც ხედავთ და სწრაფი ჩარევის და სწრაფი რეაგირების გარეშე ეს ყველაფერი არ შეიცვლება. ფაქტია ეს ყველაფერი და ძალიან სამწუხაროა რასაც ხედავთ. აქვე მინდა განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნო, რომ ჩვენ სამოქალაქო აქტივისტები, ადამიანები, რომლებიც diskutiti ვართ და მუდმივად ყოველდღიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ჩვენი პროტესტის დაფიქსირებას, ეს პროცესი არ შეწყდება და ჩვენი საბურავი ორიენტირი არის სწორედ ის, რომ მოხდეს პოლიტიკური ცვლილებები საქართველოში და როგორ შეიძლება ეს ამისის მიღწევა, როგორ ხედავთ ამას? ჯერჯერობით დაარიხება თავი არგუმენტი თავი საფუძველი იქნება სწორედ ახალი არჩევნების დანიშნა, რომელიც განტვირთავს პოლიტიკურ სიტუაციას, თუმცა არჩევნების დანიშნაც არ არის თავი გამოსავალი, არჩევნები უნდა ჩატარდეს ობიექტურად, ასთავარია ყველა იმ საერთაშორისო სტანდარტის დაცვით, რომელიც სამართლიან და გაყოველთაო არჩევნები უნდა ჩატარდეს სწორედ ამ არგუმენტაციით. და იმის მიღწევა როგორ წარმოგიდგენთ, რომ ამაზე წამოვიდეს ივანიშვილი, რომელიც ამკვიდრებს ახლა პირდაპირ რუსულ დიქტატურას პოლიტიკური ცვლილებების მთავარი საწინდარი იქნება სამოქალაქო აქტივობა. რაც უფრო მასშტაბური გახდება სამოქალაქო აქტივობა, მას თან დაერთვება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ერთიანობაში, ეს თქვა კოალიციურად მოხდება შედეგი. რა არის საჭირო ახლა, როგორ ხედავთ იმას, რომ მასშტაბური შეიძლება გახდეს ეს წინააღმდეგობა და კიდევ უფრო მეტი მოქალაქე შეუერთდეს? მესმის ისიც რომ გარკვეული საკითხი არის დაღლილობა საზოგადოებაში, კონკრეტული შედეგების მიღება ყოველ პერიოდში ვერ მოხერხდება, ბუნებრივია რომ რაც ნიჰილიზმის განწყობას აძლიერებს, ეს ბუნებრივია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირიდან ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩვენ მთავარი დასავლური პარტნიორებიდან წამოვა ეს მნიშვნელოვანი მესიჯები, რომელიც ადგილობრივ საზოგადოებაშიც გააძლიერებს საფუას და მოლოდინს იმისა, რომ ცვლილებები განხორციელდება შეიძლება მალე, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ თავად უნდა დავაკეთოთ. კი, გასაგებია ჩვენი საერთაშორისო მხარდამჭერების ჩვენდამი რაღაც პარტნიორები დამოკიდებულება, მაგრამ მნიშვნელოვანი ფუნქცია და მთავარი საქმე უნდა იყოს თავად ქართული საზოგადოება. ამიტომ მე მოუწოდებ უბრალოდ ჩვენგანს, ჩვენს მოქალაქო საზოგადოების თითოეულ წევს, რომ დღეს რაც ხდება, ამაზე გულგვიობა არის დანაშაული. უბრალოდ თავები არ გვაპატიებენ ამას და დღეს თუ მყარად არ დადგა საზოგადოება და არ დაიცვას ინტერესები, ხვალ უკვე ამ შედეგების მიღწევა ფაქტობრივად წარმოუდგენელი იქნება. თქო, მეგობარი აქტისგან გამოვდინი გაქვთ, რასაც უკვე დაუჭირეს მხარი კონგრესმენებმა. რა შეიცვლება ამით იგივე ივანიშვილისთვის, როგორ ხედავთ? ცით რა მგონია უკვე შეიცვალა, მე ვფიქრობ, რომ და ეს რაღაცა ძვრები თავად ქართულ ოცნებაშიც არის, ხა იმ რაღაცა იმის შექმნა გარკვეულწილად წარმოდგენის, რომ თითქოს ეს ყველაფერი მათზე არ აისახება. ბუნებრივია ეს ყველაფერი სიცრუე, რა თქმა უნდა აისახება, რა თქმა უნდა ეს შიგნიდან გარკვეულ ძვრებს გამოიწვევს და აღსტავია თავად საზოგადოებას ჩვენ დაგვანახებს, რომ ჩვენი მეგობრები ჩვენ გვერდით არიან და უფრო მეტად გვიბიძგებს აქტიურობისკენ და იმისკენ, რომ ჩვენივე ინტერესები და ჩვენი ქვეყნის თავარი ინტერესები მაქსიმალურად ფართოდ და ძლიერად უნდა დაუცვალოთ. შეიძლება ეს გახდეს ანგარიშგასაწევი ფაქტორი ივანიშვილის წინააღმდეგ. ერთ-ერთი მასტიმულირებელი იქნება ბუნებრივ ერთის თვირო ივანიშვილის სისტემის ნგრევა კიდევ უფრო გაძლიერდეს. მე დარწმუნებული ვარ, ეს ნგრევა უკვე დაწყებულია და რა ჩვენებს ამას რომ დაწყებულია? მათი დამოკიდებულება. ჯერჯერობით ისინი აქტიურად უტევენ ამ წინააღმდეგობას და ცდილობენ სხვადასხვა ფორმებით ჩაახშონ ეს პროტესტი. ხო, ესეც გარკვეული რეფლექსური დამოკიდებულება. მათი დამოკიდებულება, მათი განცხადებები ბოლო პერიოდი სწორედ იმას მეტყველებს, რომ შიშის ფაქტორი უკვე შერეულია ის, რომ ბუნებრივია სანქცირებას და საერთაშორისო სანქციებს შედეგები მოყვება. ეს ინდივიდუალური სანქციებია, ბუნებრივია ეს ყველაზე აისახება და იმის მოლოდინი არავინ არ შექმნას, რომ ეს თითქოს და განსაკუთრებულ რეალურ შედეგებს არ მოიტანს. რა თქმა უნდა მოიტანს შედეგებს, თუმცა ხაზგასმით მინდა ვთქვა,
და ხაზი ისევ გავმეორდე, რომ ჩვენი გასაკეთებელი, ჩვენი საზოგადოების გასაკეთებს ვერ გააკეთებს ვერა. ამიტომ მე მოვუწოდებ ახალგაზრდებს განსაკუთრებით სტუდენტებს, რომ თავარი მამოძრავებელი ძალა იგი ევროპის ქვეყნებში ძირითადად არის სტუდენტური ძალა. სამწუხაროდ დღეს იმ მასშტაბით ვერ ხედავთ ფაქტს, რაც სასურველია ევროპაში. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, რომ დღეს ჩვენ აქ რაღაცა მყოფი ადამიანები რაღაც კონკრეტულ ინტერესებს, ან მედიის, ან NGO სექტორის არ ვიცავთ. ეს არის ერთიანი ეროვნული ინტერესები. დღეს თუ ჩვენ ისტორიული შანსი თქვენ ასწავლეთ სტუდენტებს თქვენ, ხო? კი, რა თქმა უნდა, მე თავადაც პატივცემს. რა გამოიწვია ეს მომენტი? რა ჩვენ ძალიან ბევრი სტუდენტს ხედავდით ამ საპროტესტო აქციებზე, პროევროპულ აქციებზე. გაფიცულებიც კი იყვნენ ისინი. დარწმუნებული ვარ და მაქვს იმის მოლოდინის, რომ ის რაც ნოემბერში იყო, გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში. თუმცა გამოგვიცხადეს, რომ ევროინტეგრაცია დაივიწყეთ და შევეჩეროთ ეს პროცესი. მოუდგენელი აქტივობა, რომელიც მე ნამდვილად არ მახსოვს, იმდენად ძლავრი იყო მაშინ ბათუმი და დარწმუნებული ვარ, ეს კიდევ გამოცდილება ხდება, უბრალოდ რაღაც ინსპირატორები ჭირდება ამ ყველაფერს, ამიტომ კიდევ ერთხელ მე ხაზგავთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ამის ერთ-ერთი მასტიმულირებელი გახდება, იმედის ძალა გახდება იმისა, რომ სულებები მალე მოკლდება. ამიტომ მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ახალი თაობის ჩართულობა ამ პროცესში. ეს არ არის არც მედიის, არც ეგრეთ წოდებული NGO სექტორის რაღაც კონკრეტული ინტერესები. აქ დგას საქართველოს ეროვნული ინტერესი, დგას ის, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი, ის რაზეც თაობები ოცნებობდა მთელი ამ წლების განმავლობაში. ამიტომ ამ შანსის ხელიდან გაშვება იქნება წარმოუდგენელი დიდი დანაკარგი, რომლის ანაზღაურება უახლოეს პერიოდში ვერ მოხერხდება. ამიტომ მე მოვუწოდებ ყველას ნებისმიერ სფეროს წარმომადგენლებს, იმიტომ რომ ის რაც დღეს მართლმსაჯულების სისტემაში და სამართალმსაჯულო სტრუქტურებში ხდება, ჯერ პირდაპირ ეხება კონკრეტულ სეგმენტს, მაგრამ უახლოეს პერიოდში უკვე შეეხება საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფს. ყველასთან მივა ეს პრობლემა, უსამართლობა ყველას კარში ააღებს, ამიტომ დღეს თუ ჩვენ ეს ყველაფერი არ დავიცავით, ხვალ უკვე დაგვიანებული იქნება ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. ამიტომ მოუწოდებ ყველას, რომ ერთიანად დავიცვათ არა რაღაც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ან სექტორის ინტერესები, არამედ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშია დაფიქსირებული როგორც ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ამოცანა. ამიტომ დღეს ამის ხელიდან გაშვება იქნება იმდენად დიდი დანაკარგი, რომ უახლოეს რამოდენიმე წლების განმავლობაში ამ ყველაფრის ანაზღაურება ფაქტობრივად წარმოუდგენელი იქნება. ამიტომ ერთიანობა, სამოქალაქო აქტივიზმი და გაცნობიერება იმისა, რომ ეს რაღაც კონკრეტულ ჯგუფებს არ ეხება, ყველას ინტერესში შედის, დღეს ძალიან მედგრად, მყარად და თანმიმდევრულად უნდა გავაგრძელოთ სამოქალაქო აქტივობა და ეს დარწმუნებულად შედეგს მოიტანს. იმიტომ საქართველოს ისტორიაში იყო მომენტები, თუნდაც თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, რომ ესეთი ნიჰილიზმი, გარკვეული დამოკიდებულება არაფერი არ შეიცვლება, თითქოს და იყო საზოგადოებაში, მაგრამ მალევე რადიკალურად შესულა ეს ყველაფერი. სულებების თავი წყარო და ინიციატორი თავად საზოგადოება უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ამაში დამნიშნულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, პოლიტიკური აქტორების გაძლიერება, რომელიც სამწუხაროდ დღეს პასიურ მდგომარეობაში არიან და რაცნობრივ ერთიანობაში კონსოლიდირებით ჩვენი რესურსები და შესაძლებლობები წარმატების მიღწევა შესაძლებელი იქნება. ეს წარმატება არ ეხება რაღაც მხოლოდ და მხოლოდ რაღაც პოლიტიკური კონიუნქტურის ცვლილებას. ცვლილებები შეეხოს უნდა იმას, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ყარი სვლა ევროპისკენ, რომელიც არ არის თვითმიზანი, არამედ არის ჩვენი კეთილდღეობის, მშვიდობის და უსაფრთხოების მთავარი გარანტი და სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენი თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა უნდა სწორად გავაცნობიეროთ და გავითვალოს. დიდი მადლობა. ეს არაშენ გუჩმანიძე იყო, ეკოლოგი და ბათუმის ილია გუჩმანიძე ბოდიში და ეკოლოგი. ეკოლოგის მენეჯერის დიდი მადლობა. ასეთი იყო გზავნილები დღეს ბათუმში საპროტესტო აქციაზე მოსული მოქალაქეებისგან. ეს 162 საღამოა, როცა მოქალაქეები ისევ დგანან საპროტესტო აქციაზე და ძალიან კაფეით ჩანს მათი შემართება, რომ ისინი არაპირებენ ამ წინააღმდეგობის შეჩერებას, ვიდრე სინდისის პარტნიორები არსებობენ ქვეყანაში და ვიდრე პირდაპირ მნიშვნელობით არის ჩაკეტილი გზა ევროპისკენ, რაც ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ ევროინტეგრაციის პროცესი გაჩერდა საქართველოში და ჩაიკეტა გზა ევროპისკენ, არამედ ეს ნიშნავს ქვეყნის დამოუკიდებლობის დასასრულს, რომ ასეთია აღქმა იმ ადამიანების, რომლებიც გამოდიან აქციაზე, რადგანაც ძალიან მარტივია დაინახო ქვეყანა, რა შეიძლება დაიმარტოს ამ ქვეყანას, თუ კი ის რჩება მარტო პარტნიორების და მეგობრების გარეშე ავტორიტეტული ხელისუფლების პირობებში, რომელიც იმეორებს პირდაპირ კრემლის გზავნილებს, მაგალითად Deep State-ის შესახებ, რომელიც ხშირად გვესაუბრება ხოლმე ოცნების პრემიერი, არლეგიტიმური და ანტიკონსტიტუციური მთავრობის პრემიერ-მინისტრი, სწორედ იგივე გზავნილები აქვს მაგალითად მოსკოვში მედვედევს და ჩვენ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კრემლის რუპორის როლშია
ოცნების არლეგიტიმური ხელისუფლება და ძალიან მარტივია ამ პირობებში, სწორედ როცა ასეთი ხელისუფლება აქვს ქვეყანაში, ანტიკონსტიტუციური და არალეგიტიმური და რომელიც უკვე აქტიურად ცდილობს რუსული დიქტატურა დაამყაროს ქვეყანაში, პარტნიორების და მეგობრობის გარშე რა შეიძლება დაემართოს ასეთ ქვეყანას აგრესორი რუსეთის პირისპირ, ასე რომ ეს ბრძოლა პირდაპირ უდრის ამ ქვეყნის ყოფნა არ ყოფნას, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას, ამიტომაც მოქალაქეების ხმა დღეს ისმის ძალიან მკაფიოდ, რომ ისინი არაპირებენ ამ წინააღმდეგობის გაჩერებას, რადგანაც არ დაუშვებენ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვას, ისინი პირდაპირ ხედავენ საფრთხეს, რომელს უკავშირდება თუკი ჩვენ დავრჩებით ევროპული ინტეგრაციის მიღმა და დარჩება გზა ჩაკეტილი ევროპისკენ, ამ შემთხვევაში საქართველოს დამოუკიდებლობასაც ექნება პირდაპირ მნიშვნელობით საფრთხე. ეს პროტესტი 162 საღამოა, როცა მოქალაქეები გამოვიდნენ ისევ ქუჩაში. ასეთ იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა დღეს საღამოს, ეს უბრალოდ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯი-დან გაზეთი ჯი რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.